მოგესალმებით, მე ვარ ექიმი მიშა გაგუა. ამ ვიდეოში მოგიყვებით გინეკოლოგიური ეკოსკოპიური კვლევის შესახებ. კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ მოგმართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერ 93A-ში ან ქალაქ გორში კლინიკა ნოვაციოში ილიკო სუხიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში. ულტრასონოგრაფიული იგივე ეკოსკოპიური კვლევა გინეკოლოგიაში პირველი რიგის კვლევის მეთოდია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა სხვა კვლევაზე მეტად ხელმისაწვდომი და ინფორმატიულია. გინეკოლოგიური ეკოსკოპიური კვლევის დროს ჩვენ უნდა შევაფასოთ ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოები, საშვილოსნო და მისი დანამატები, რომელშიც შედის საკვერცხეები და საშვილოსნოს მილები. ასევე საჭიროებისას მცირე მენჯის ღრუში მდებარე სხვა სტრუქტურები. ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ აბდომინალური ან ვაგინალური მიდგომით. საქართველოში არ არსებობს გინეკოლოგიური ეკოსკოპიური კვლევის ჩატარების სახელმწიფო სტანდარტი. ამიტომ ჩვენთან ყველა სპეციალისტი ისე მუშაობს, როგორც თვლის საჭიროდ. დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში კი ზოგადად ყველა ეკოსკოპიური კვლევა ტარდება წინასწარ შედგენილი სტანდარტების პროტოკოლის შესაბამისად. გინეკოლოგიური ეკოსკოპიური კვლევის ძალიან კარგი პროტოკოლი აქვს შემუშავებული მიან გინეკოლოგ ეკოსკოპის და საერთაშორისო ასოციაციას ISOUX. მე უკვე დიდი ხანია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვარ და სამიანო გინეკოლოგიურ კვლევებს ვატარებ მათი შემუშავებული სტანდარტების მიხედვით. ეკოსკოპიურ დიაგნოსტიკაში სტანდარტების დაცვით მუშაობას ბევრი უპირატესობა აქვს. მაგალითად, შესაძლებელი ხდება კვლევის ჩატარების ხარისხის კონტროლი, კვლევის შედეგების შეჯამება და პრაქტიკული დასკვნების გაკეთება. დაფიქსირებულ პათოლოგიურ პროცესებზე დინამიკაში დაკვირვება, დაგროვილი მასალის საგანმანათლებლო სამეცნიერო საქმიანობაში გამოყენება. კვლევის მკაფიო პროტოკოლების დაცვით ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ სადიაგნოსტიკო შეცდომები და გავზარდოთ სანდოობა. ასევე პირადი პრაქტიკის ხარისხის თვითკონტროლით ვუზრუნველყოთ მუდმივი პროფესიული პროგრესი. ამ თემაზე მინდა პატარა ისტორია მოგიყვეთ. აქ ჩამოვწერეთ ციტატები ISOUX-ის ეგიდით გამოცემული სტატიებიდან. მოკლედ 3 წლის წინ დასავლელი მედიცინის სფეროს წარმომადგენლები წერდნენ, რომ სტანდარტების არ ქონა ან სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სტანდარტები წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას მეცნიერებისთვის და შემდგომი პროგრესისთვის. განსაკუთრებით საერთაშორისო კვლევების დაგეგმვის ეტაპზე. ამის გამო შეუძლებელი იყო ერთ ინსტიტუციაში ჩატარებული კვლევების გადამოწმება სხვა ადგილებში, რადგან მეთოდოლოგიებს შორის სხვაობა განსხვავებულ შედეგებს იძლეოდა. ასევე პრობლემატური იყო სამეცნიერო ლიტერატურის შეჯამება და რამე პრაქტიკული დასკვნის გაკეთება. ამიტომ ISOUX-ის წევრებმა ამ პრობლემების აღმოსაფხრელად 2000-იან წლებში შექმნეს საერთაშორისო სამუშაო ჯგუფები. სპეციფიკიდან გამომდინარე 4 ჯგუფი შეიქმნა: IOTA International Ovarian Tumor Analysis Group, IETA International Endometrial Tumor Analysis Group, MUSA Morphological Uterosonographic Assessment Group და IDEA International Deep Endometriosis Analysis Group. ამ ინტერნაციონალურ ჯგუფებში შედიოდნენ ათეულობით სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და მკვლევარები, ეკოსკოპისტები, რეპროდუქტოლოგები, მიან გინეკოლოგები, ონკოგინეკოლოგები და სხვა. მათ დაევალათ გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარების სტანდარტებზე კონსენსუსის მიღწევა და პრაქტიკული მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება. ასე შეიქმნა საერთაშორისო კონსენსუსზე დაფუძნებული გინეკოლოგიური ეკოსკოპიური კვლევის საუკეთესო პრაქტიკა, ეგრეთ წოდებული best practice, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ ევროპის წამყვანი კლინიკების და სპეციალისტების უმრავლესობა. საერთაშორისო ასოციაციის ამ ჯგუფების მიერ შემუშავებულ და გამოქვეყნებულ პროტოკოლებში დეტალებში აღწერილი თუ გინეკოლოგიური ორგანოების რომელი ელემენტები შევაფასოთ სუბიექტურად. რა და როგორ გავზომოთ ნანახი პათოლოგიის რომელი ეკოსკოპიური ნიშნები ავღწეროთ და მათი შეფასებისთვის რა ტერმინები გამოვიყენოთ. ერთი სიტყვით მე ძალიან მომწონს ევროპელი კოლეგების ეს პროფესიონალური აკადემიური მიდგომა და პრაქტიკაში ხელმძღვანელობ მათი რეკომენდაციებით. მე ამჯერად მუშაობ სამიანო გინეკოლოგიური ხაზის მაღალი კლასის და ბოლო თაობის ეკოს აპარატზე General Electric Voluson S1000-ზე. მაღალი კლასის აპარატი კარგია იმით, რომ მაღალი რეზოლუცია, ჩვენების მაღალი ხარისხი აქვს, რაც მცირე დეტალების შეფასების საშუალებას იძლევა.
ასევე მაღალი კლასის აპარატებს აქვთ ბევრი თანამედროვე რეჟიმი და აპლიკაცია, მაგალითად დოპლერის და მოცულობითი რეჟიმები, ეგრეთ წოდებული 4D, რაც გვესაჭიროება კვლევის სრულფასოვნად ჩასატარებლად. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები, რაც შეეხება კვლევების დოკუმენტირების სტანდარტს. საერთაშორისო რეკომენდაციებით კვლევის ყველა დასკვნას, ანუ კვლევის აღწერილობას თან უნდა ერთვოდეს პროტოკოლით გათვალისწინებული ორგანოების სურათები სტანდარტულ ჭრილებში და მათი გაზომვები. ამიტომ მე დოკუმენტის სახით შედგენილ, ანუ გაზომვების და პროტოკოლით გათვალისწინებული სურათების შემცველ კვლევის დასკვნას ვატან პაციენტს, როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ვუგზავნით ციფრულად, მაგალითად ელექტრონულ პოსტაზე ან WhatsApp-ში. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან პაციენტს კვლევის დოკუმენტი შეუძლია მარტივად შეინახოს და გამოიყენოს მომავალში პათოლოგიურ პროცესზე დინამიკაში დაკვირვებისთვის, ან და მკურნალობის შედეგის შესაფასებლად. ამით დავასრულებ ჩემ პრეზენტაციას. მადლობა ყურადღებისთვის. შეგახსენებთ, რომ ეკოსკოპიური კვლევის ჩასატარებლად შეგიძლიათ მომართოთ ქალაქ თბილისში ულტრასონოგრაფიის ცენტრში ომარ ხიზანიშვილის ქუჩა ნომერ 93A-ში. ან ქალაქ გორში კლინიკა ნოვაციოში ილიკო სუხიშვილის ქუჩა ნომერ 18-ში. გისურვებთ ჯანმრთელობას.